მარტვილის სამეგრელოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. სწორედ აქ ნოემბრის შუა რიცხვებში გვიანი რთველი იწყება, თუმცა სანამ რთველში წავალთ, ერთ ძალიან ლამაზ ადგილას უნდა გავიაროთ. როგორც მითხრეს, მარტვილში ჩამოსვლისას პირველი ადგილი, რაც უნდა ნახო, ეს არის კანიონი, ხო და ესეც მოვიქცევი. ახლა ჩემი ხომალდი უკვე მელოდება ქვევით დგას და წავედით ვნახოთ კანიონი. Strings, twins, words. There you see her, sitting there across the way. She don't got a lot to say, but there's something about her. And you don't know why, but you're dying to try. You wanna kiss the girl. Sha la 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 la. Ain't that sad? Ain't it a shame? Too bad he gonna miss the girl. ამ ადგილას ქვის ხანის დროინდელი ნასახლარებია აღმოჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველად ადამიანები ამ ადგილს საცხოვრებლად იკავებდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად ამ ღვიმეში დინოზავრის უზარმაზარი ძვლებია აღმოჩენილი. ეს ლამაზე ბუნებრივია სამეგრელოს მთავრებს დადიანებს არ გამორჩენილად. ხეობის ეს ნაწილი ეკატერინე ჭავჭავაძის საყოველთაო საბანაო ადგილად ითვლება. ამიტომ მარტვილის კანიონს ხშირად დადიანების საბანაო ადგილსაც უწოდებენ. მარტვილში ნოემბრის შუა რიცხვებში გვიანი რთველი იწყება. სწორედ აქ მოყავთ ღვინის ისეთი უნიკალური ჯიში, როგორიცაა ოჯალეში. მეც გადავწყვეტი ამ პროცესში მონაწილეობა მიმეღო. აქ ხო? ხო. იმიტომ რომ ორი მომხდარდი მოჭერი. აჰა. ეგარ. ეს არის ჯიში უჯალეში, რომელიც მხოლოდ სამეგრელოში ხარობს. სამეგრელოში ყველგან არის მდინარე ტეხურის ხეობაში 4 სოფელში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თარგამელში, მდინარე ტეხურის მარცხენა ნაპირი. ჯიშის უნიკალურობა თვითონ ღვინის ხასიათში არის და ჯიში ფაქტობრივად მივიწყებული იყო 19 საუკუნეში და დადიანების სიძე იყო აშილ მეურატი, თანგი, ნაპოლეონ მესამის დიშვილი. რომელიც ჩამოვიდა დასახლა სოფელ სახინოში და აღადგინა ეჯიში. თვითონ სახელი რასაც ნიშნავს, ეს არის უჯალეში, ანუ ხეზე ასულს ნიშნავს და ანუ 19 საუკუნეში ეს ჯიში ყველგან ხეზე იყო აშვებული. შემდეგ ფილოქსერად დაავადების შემდეგ ნელი მოვლა გახდა ძნელი და ჩამოიტანეს დაბლა და გააშენეს. ეს დაგვარად ჩვენ დავიწყეთ უშაშად.
შექმნით პატარა მარანი, ღვინო მარტვილი და დავიწყეთ ამ ჯიშის აღდგენა და პოპულარიზაცია. ეს უშუალოდ ეს ჯიში არის ხო, როდესაც გვიანი გრიფება? კი, ანუ თვითონ ჯიში უჯალეში, ანუ საერთოდ ჩვენ ფაქტიურად ვიმყოფებით საქართველოს ბოლო რთველში. Ширсаки ყურძოს წინ და მანგარა დოშურთი. Короче. ძალიან ძნელი ყოფილა ღვინის დაწურვა, ძალიან დიდი ძალარი საჭირო და არ გამონდეს. ყურძნის დაკრეფა კარგად გამომივიდა, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებ კარგად, მაგრამ ამის მერე მოდის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი ეს არის ღვინის დეგუსტაცია და ერთი სული მაქვს, მაგის ხათრით ვწურავ ახლა ამ ყურძნს. ანუ ეს არის კომპანია ღვინო მარტვილი, ქართულად ღვინო მარტვილიდან, ხოლო ევროპულად ღვინო ხელოვნების სოფლიდან. ეს არის ოჯალეში მშრალად დაყენებული მეგრული ღვინო, რომელიც ბაზარზე ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენ გვაქვს და უცხო გემო, რომელიც ფაქტიურად გამქრალია და აღმოაჩინეთ ახალი ღვინოები ჩვენი სახით. სუნი ძალიან კარგი აქვს. და-და-და-დან. ძალიან გემრიელია. დაგვრაჯოს. ჯიხაშ კარში შაშვი გალობს გებჟალია ოდიში სამეგრელოს ვერ ვინ დასძლევს მტერთან დიდი ბოდიში.